გამორჩევთ. ზოგჯერ ინტერნეტ სივრცეში მიღებული რჩევები ძალიან კვალიფიციური და გამოცდილი ბლოგერებისაგანაც კი შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან სრულყოფილი. ვიდეოს მკვირველა სათაურმა გვაიძულოს რომ ვიდეო ვნახოთ და მერე გამოირკვევა რომ ინფორმაცია არის ან ნახევრად სიმართლე, ან არაფრის მაქნისი, ან უბრალოდ მამალი ტყუილი. სულ ახლახანს ერთმა ცნობილმა და პოპულარულმა ბლოგერმა უნდა ითქვას რომ საკმაოდ კვალიფიციურმაც, რომელსაც ვიცი რომ საქართველოშიც ძალიან ბევრი ნახულობს, გამოუშვა ვიდეო სახელით. შეეშვით კვერცხის არასწორად ჭამას, აი რატომ იწვევს კვერცხის ჭამა დაღრილობას და სიზუსტეს და როგორ უნდა მოვამზადოთ სწორად. თვითონ კი ვიდეოში ხარშვის დროს მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებზე დაყრდნობით გვიხსნის რომ თურმე თუ ცილასა და გულს ერთმანეთს არ დავაშორებთ, კვერცხის გულში არსებული რკინა გადავა ისეთ ფორმაში, რომ მას ორგანიზმი ვეღარ აითვისებს. თუმცა იქავე იმასაც აღნიშნავს, რომ ეს ხდება მხოლოდ კვერცხის ზედმეტად ხარშვისას და სწორი მომზადება კვერცხისა თურმე არის თუ გულსა და ცილას გავყოფთ ერთმანეთისაგან და მოვამზადებთ ცალ-ცალკენ. საქმე იმაშია, რომ თავად ბიოქიმიური მექანიზმი ნამდვილად სწორად არის აღწერილი და უბრალოდ მთლიანი კვერცხის მოხარშვისას მართლაც გადადის რკინის ნაწილი ისეთ ფორმაში, ეს არის რკინის სულფიდი, რომ იმას ადამიანი ვერ აითვისებს. ეს არის ტიპიური მაგალითი იმისა, სწორად გაგებული და გადმოცემული ბიოქიმიურ მექანიზმზე დაყრდნობით, როგორ შეიძლება გაიცეს ძალიან ბრიყვული რჩევა. ახლა მოგახსენებთ, რატომ არის ეს რჩევა ბრიყვული. ჯერ ერთი სათაური გამოუვიდა მამალი ტყუილი. სისუსტესა და დაღრილობას იწვევს არა კვერცხის არასწორად ჭამა, არამედ რკინის დეფიციტი. რკინის დეფიციტი კი ამ ვითომ არასწორი მომზადებით ვერ განვითარდება. თუნდაც იმიტომ, რომ კვერცხის ცილა რომ დაიშალოს და მასში არსებული რკინა აუთვისებად ფორმაში გადავიდეს, კვერცხი უნდა გადავხარშოთ. გადახარშული ისედაც უგემურია და ვიჭავს მაგას. ეხლა რაში მდგომარეობს მთავარი შეცდომა? კვერცხი არ არის ადამიანისათვის რკინის მიღების ერთადერთი, ანუ თუნდაც მთავარი წყარო. ერთი კვერცხი შეიცავს 0,8 მილიგრამ რკინას. ადამიანს სჭირდება დღე-ღამეში მინიმუმ 1 მილიგრამი. თითქმის მთლიანად შეავსო თითქოს ადამიანის საჭიროება რა, მაგრამ ესე არ არის. ადამიანი ითვისებს საკვებიდან მიღებული რკინის მხოლოდ 10%-ს, ანუ მხოლოდ კვერცხიდან რომ მივიღოთ საკმარისი რკინა, მინიმუმ 12-13 კვერცხი უნდა მივირთვათ დღეში. ანუ ეს არ არის რკინის დეფიციტის გამოსწორების, ან თუნდაც საკმარისი მიღების მთავარი წყარო. მე ვიტყოდი, რომ დამხმარეზეც დიდი გაჭირვებით გაქაჭავს. ამის გამო დროის კარგვა ცილის და გულის განცალკევებაზე და მერე ცალ-ცალკე მომზადებაზე აზრი აქვს მხოლოდ მაშინ, თუ მახათი დაბლავდა და თან დეფიციტშია. მცენარეული პროდუქტებიდან რკინა ბევრია ისპანახსა და ბროკოლში, განსაკუთრებით ისპანახში. თანაც ორივე მცენარე მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს რკინის ათვისებას. აგრეთვე რკინა ბევრია პარკოსნებში, როგორიც არის ლობი, ოსპი, ბარდა, ასევე წერეთლის მწვაჩი, ანუ გოგრის თესლი მდიდარია რკინით. ეს უკანასკნელი შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მდიდარია მათ შორის, რაც ჩამომთვალე აქამდე. ეხლა ცხოველურ პროდუქტებზე ვისაუბროთ. ცხოველური პროდუქტებიდან რკინით მდიდარია ღვიძლი და წითელი ხორცი, განსაკუთრებით ბოძღვრის. ასევე მდიდრად ითვლება ინდაურის მუქი ხორცი. საინტერესოა, რომ ინდაურის თეთრ ხორცში ორჯერ ნაკლები რკინაა ვიდრე მუქში. მაღაზიაში არსებული პროდუქტებიდან ბევრი რკინა არის მუქ შოკოლადში, ანუ ისეთ შოკოლადში, რომელიც 70%-ზე მეტ კაკაო შეიცავს. თუ უშაქროსაც შეარჩევთ, თლად უკეთესი. ასე რომ რკინა ბევრ პროდუქტშია და ძალიან უნდა მოვიმდომოთ, რომ რკინის მთავარი წყარო ჩვენთვის გახდეს კვერცხი. აი მაშინ კი მართლა ღირსები ვიქნებით, რომ ცილა და გული გავაცალკევოთ, ცალ-ცალკე მოვამზადოთ და ისე მივირთვათ. ამ დროს ამ ბლოგერს არ ვასახელებ, იმიტომ რომ ძალიან კარგი ვიდეოები აქვს, რომელიც ეხება გამოყენებით მიკრობიოლოგიას და სულაც არ მინდა ვთქვა, რომ ის ვიდეოებს საერთოდ არ უყუროთ. ასე რომ სიჩქარეში შეცდომა ყველა შეიძლება მოუვიდეს, განსაკუთრებით თუ მყვირალა სათაურის შერჩევა მოუნდა. დასკვნის სახით რა შემიძლია ვთქვა?
ინტერნეტში ნანახი და მოსმენელი ინფორმაცია ჩემი ვიდეოების ჩათვლით არასოდეს არ ჩათვლოთ ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებად. თვითონაც სადეთ გააზრება. მინიმუმ სხვისი აზრით გაითვალისწინეთ, თუ საიმედო სამეცნიერო ინფორმაციაზე ხელი არ მიგიწვდებათ. დღეისათვის სულ ეს იყო, ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.